მოგესალმებით. Am გაკვეთილში მინდა ცოტა რამ გითხრათ შეცდომებზე. შეცდომები Visual Basic-შიც და ნებისმიერ სხვა პროგრამირების ენაშიც გახლავთ სამი ძირითადი შეცდომა. ეს არის სინტაქსური შეცდომები, runtime error-ები, ანუ გაშვების დროს დაშვებული შეცდომები და ასევე გახლავთ ლოგიკური შეცდომები. სინტაქსური შეცდომა არის მაგალითად, როდესაც მე აქ წავშლი ფრჩხილს, ხედავთ რომ აქ დაისვა ლურჯი ზოლი, ქვემოთ კი error list-ში დამიწერა რომ module 1VB-ში, რომელიც შეგვიძლია ვიპოვოთ Solution Explorer-ში, ამ ფაილში მეხუთე ხაზზე ნახოთ ეს შეცდომა გვაქვს დაშვებული მეხუთე ხაზზე ნამდვილად და 26-ე კოლუმნზე, ანუ მარცხნიდან მარჯვნივ ერთეული 26-ე ერთეულზე არის ეს შეცდომა. როდესაც ჩვენ ამ შეცდომიანს გავუშვებთ, გვეტყვის რომ კომპილაციას ვერ აკეთებს, ანუ პროექტის შეკვრას ვერ აკეთებს Visual Basic-ი და თხოვს დავითანხმო გაუშვა ამ შეცდომიანად თუ არა. ეს არის სინტაქსური შეცდომა. დაუბრუნოთ ფრჩხილი ისევ თავის ადგილზე. ეს არის მაგალითი, როდესაც პროგრამაში არ გვაქვს არანაირი შეცდომა. ასევე გვაქვს ლოგიკური შეცდომა. ლოგიკური შეცდომა არის მაგალითად, თუ ჩვენ წავშლით აი ამ ხაზს მთლიანად, პროგრამა გაეშვება, მაგრამ მას არ აქვს ბოლო, ანუ არ შეუძლია დაასრულოს მოქმედება, შესაბამისად ეს მოქმედება მოხდება წამიერად, ანუ გამოჩნდება ჩვენი პროგრამა და წამსვე გაქრება. შევამოწმოთ ნამდვილად გაქრა. ეს გახლავთ ლოგიკური შეცდომა. ასევე Visual Basic-ში გვაქვს runtime error-ები. ანუ გაშვების დროს, ანუ პროგრამის გაშვების დროს დაშვებული შეცდომა. ეს გახლავთ ესეთი რამ. მაგალითად ჩვენ გვაქვს რაიმე ცვლადი მითითებული, მაგალითად კილომეტრი და შეფარდებული საათთან. მაგრამ საათზე მითითებული გვაქვს რომ უდრის 0-ს. შესაბამისად 0-ზე გაყოფა რადგანაც არ შეიძლება, ეს უკვე ამ ფუნქციას პროგრამა ვერ შეასრულებს და ეს უკვე გახლავთ runtime error-ი. ეს გახლავთ ძირითადი სამი შეცდომის ვარიანტი. ამ გაკვეთილში მე განახეთ თუ როგორ უნდა გამოიყენოთ error list-ი. უყურეთ ჩემს ვიდეო გაკვეთილებს, ისწავლეთ უფრო მეტი და გახდით ძლიერი პროგრამისტები.